სად არის კიტი? ნახევარი საათის წინ შევთანხმდით შეხვედაზე. თუ კიტი 5 წუთში არ გამოჩნდა, ჩვენ მის გარეშე წავალთ ზღვაზე. ჩვენ არ შეგვიძლია. რატო? მატარების ბილეთები მას აქვს. როგორ? მე მეგონა ბილეთები შენ გქონდა. კიტი მთოვა რომ ბილეთები მისთვის მიმეცა. მოიცა, ანუ მის გამო ჩვენ ზღვაზე ვერ წავალთ? ხო, და ჩვენ ბილეთების ფული არ დაგვიბრუნდება. მორჩა, მე მასზე ნაწყები ვარ. მეც, მან ყველაფერი გააფუჭა. მე გთავაზობ მას მთელი კვირა არ ველაპარაკოთ. და რატომ ერთი კვირა? რატომ და? ამდენ ხანს მოგვიწევდა ზღვაზე დასვენება. ასია, მოდი დავაიგნოროთ იგი. კარგი. დღეს შეულებრივი ადრე დავბრუნდი. ჩემი მეგობრები ბედნიერები იქნებიან. ბავშვებო, მოვედი, სახლში ვარ. სახლისკენ მიმავალ გზაზე კი მაღაზიაში შევედი და თბილეული ვიყიდე. გინდათ? რატომ ხარ ჩუმად? ახლა მივხვდი, ფილმი ძალიან საინტერესოა და ამიტომ ხარ ჩუმად. ჰეი, რას აკეთებთ? ყველაზე საინტერესო ნაწილია. ფილმის ყურების სურვილი აღარ მაქვს. იქნებ კონსოლზე ვითამაშოთ? რა თქმა უნდა, მე სვინდა ამ თამაშის თამაში 3-3 შეუძლია. ჰეი, მეს მომცემთ გეიმპედს? ჰეი. კარგი, მე თვითონ ავიღებ. ვეგავიგე, სად წავიდა მესამე კონსოლი? კარგია რომ დავმალე. ოჩახ. კარგი, მაშინ ჩვენ იგრიგობით ვითამაშებთ. დამარცხებული მაძლევს გეიმპედს. ლუნა, შენ წააგე, მომეცი გეიმპედი. გინდა კიდევ ერთი რაუნდი? რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა ჩემი ჯერია. ჰეი, რას აკეთებ? საკმარისია, საცილო აღარ არის. თქვით, რამე მაინც. თქვენ რა, ვერ მხედავთ? რა მოხდება თუ? უხილავი გავხდი? უნდა შევამოწმო. ნახე ეს, ის ფიქრობს რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. მე ის მაბრაზებს. რატომ? მას ბილეთები და ჩვენი მოგზაურობა არც კი ახსოვს. მართალია, რაც იმას ნიშნავს რომ ის ბოდიშს არ მოიხდის. კარგი, ჩვენ ვაიძულებთ მას ამის გაკეთებას. ჩვენ მას ბოლომდე დავაიგნორებთ. დიახ, გეთანხმები. სარკეში საკუთარ თავს ხედავ. ამიტომ უხილავი ნამდვილად არ ვარ. მაშინ რატომ არ მომჩნევ? იქნებ მოჩვენება გავხდი? მოჩვენებება შეუძლიათ რაღაცეებთან დაკავშირება. რაც ნიშნავს, რომ მე შემიძლია დავუკავშირდე ჩემს მეგობრებს. კარგი, ხვალ პარკში წავალთ. ზეკ კი მდინარეზე წავალთ. მე არ მინდა მდინარეზე წასვლა, მე მინდა ზღვაზე წავიდე. ხო, ვიცი, მაგრამ არ შეგვიძლია. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ. კიტის გამო ყველაფერი თავიდან უნდა დავგეგმოთ. მე ვიცი, მაგრამ შვებულების დროს სახლში დარჩენა სჯობია. ჩუმად ის მოდის. კარგი, მე ვიცი როგორ დაგიკავშირდეთ ბავშვებო. ტელევიზორის ეკრანზე წერილს დავწერთ და თქვენ ყველაფერს გაიგებთ. მართლა პირებს ტელევიზორზე პომადით წერას? როგორ ჩანს კი, რამე უნდა უთქვათ, არა? არა, ჩვენ შევთანხმდით მის იგნორირებაზე. და მე ტელევიზორი? არაფერია, პომადა შეიძლება წაიშალოს. ნახეთ, ხედავთ რა დავწერე აქ? ლუნა, ეტყობა ტელევიზორის ეკრანი ჭუჭყიანია. მართალია, მე ავიღებ ამ ნაჭერს. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ეკრანი. მოიცა, მაგრამ რა? მივხვდი, მე არ ვარ მოჩვენება, თქვენ უბრალოდ მაიგნორებთ. თითქოს ვერ მხედავთ და ამ დროს მაიგნორებთ. კარგი, მოდი მითხარი, რატომ ხართ განაცხადებული ჩემზე? დუნს აგზელებთ?
ამ შემთხვევაში თქვენ აღარ ითამაშებთ კონსოლზე. დაემშვიდობეთ PlayStation 5-ს. თქვენ ამას ვეღარ ითამაშებთ. ლეო, გინდა ჟენგას თამაში? ო, რა თქმა უნდა. კარგი, არ მადარდებს, თუ არ მინდათ ნულს დამილაპარაკებით. გააგზელეთ იგნორი. არ ველოდი რომ ასეთი თავხედი იქნებოდა. მეც, მან საერთოდ დაივიწყა ჩვენი არდადეგები. რა უნდა ვქნათ? უთხრათ მას? არა, ის ყველაფერს თავად უნდა მიხვდეს. რომ ვერ მიხვდეს? ხო, მიხვდება, კიტი სულელი არ არის, უბრალოდ უყურადღებოა. მიდი, შენი ჯერია. მოიცადე, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომლის აღება ჯობია აქედან. იქნებ აი ეს? არ მითხრა, მე თვითონ მივხვდები. მგონი გავაფუჭე თქვენი თამაში რა კატასტროფა და სამწუხაროა. ლეო, ისევ ღია დატოვე ფანჯარა. კარგი რა. ფანჯარა? რას ლაპარაკო? ვერ ხედავ, ქარმა წააქცია ჩვენი ჯენგა. ყველაფერი ქარის ბრალია. ო, ქარი. თქვენ რა, მე არც კი მიყვირებთ. ჯენგას თამაში აღარ მინდა. მოდი ეზოში ვითამაშოთ. იქ ჯობია. მართალია, სუფთა ჰაერზე გასვლა ნამდვილად ჯობია. კარგი, არა, ასე მარტივად ვერ გამექცევით. სუფთა ჰაერი ისეთი დამშვიდებელია. კინეტომ დამავიწყა კიტი. ო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მისგან დამალვა აქ. რა? ფეხი დამისურდა, ფრთხილად, ლუნა აქ მოლიპოლი ატაკია. აუსთან ახლოს არ მივარ. მე აქ ძალიან კარგად ვარ. ცხელა. რა ხდება, წვიმს? გამარჯობა, მე გაზონის მორწყვა გადავწყვიტე. ხომ არ გაწუხე? ძალიან ცხელა. კარგია რომ წვიმა დაიწყო. ასევე კარგია რომ აუსთან არის ხოლმე. ასე გინდათ გააგრძელოთ? კარგი, მე თქვენ არ მოგასვენებთ. მე უნდა დავიჭირო კალიები ჩემი ხოჭოების კოლექციისთვის. სადღაც აქ იყო. ჰო, ვიპოვე. ჯანდაბა. ჰეი, მოიცადე, მაინც დაგიჭერ. კარგი, არ გაინძრე. მე ახლა არ გაინძრე. უი, მე შენს ხოჭოს შემთხვევით დავაბიჯე. უი, ეხლა მე დავიბინძურე, იმედი არავინ დაბრაზდება. ჰეი, ლეო, სად ვიდიხარ? არ გინდა რომ მიყვირო? რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? კიტი, მოკლა ის ხოჭო, რომლის დაჭერაც მინდოდა. მესმის ხო, მე მან წყლით გამწუცა. წყალი გაშრება მაინც, მაგრამ კალია აღარ არის. მე ის ვერ დავიჭირე. კარგი, არ ინტერვიულოთ ჩვენ მას ბოდის მოვახდევინებთ. ვაიძულებ მას მთელი ღამე შიშველი ხელებით დაიჭიროს კალიები. ხოთაშურის, ლეო, ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს? არა, რატომ? აქ დავტოვე მაგიდაზე და ახლა გაქრა. აქ აღარ არის. მოიცადე ერთი წუთი. ჩემის აღარ არის. ეს შეიძლება რომ მხოლოდ ეცამეს ნიშნავდეს. კიტი. თქვენ დროზე მოხვედით. მე ახლა ლანჩს ვამზადებ. აიღეთ, როგორ მოგწონთ ჩემი სენდვიჩის შიგთავსი? იცი ლუნა, მე რატომღაც უკვე აღარ მშია. ჰო, მეც. ალბათ ჯობია რომ ეზოში გავისეირნო. დარწმუნებული ხართ? მე მაინც ვაპირებ თქვენი ტელეფონების შეწვას. კი, ეზოში გავიდეთ. რატომ დავრჩეთ სახლში? დარწმუნებული ხართ რომ არ გინდათ ჩემთან საუბარი? 10-მდე დავითვლი. 1 2 თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, ის ჩვენ ტელეფონებს შეწვავს. ვიცი. ნება მეც ვიფიქრო. უფრო სწრაფად, მე ვერ ვიყიდი ახალ ტელეფონს. მე ვიცი, დამომყევი. 7 8 ბოლო შანსი. ბავშვებო. 9 უფრო სწრაფად. ჰეი, ვინ ჩააქროს უკები?
დრო თითქმის ამოწურული იყო. ხო, სულ ცოტა მეტი და ჩვენი ტელეფონები განადგურდებოდა. კარგი, ამჯერად თქვენ მოიგეთ, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩემი საყვარელი ტელეფონი, მე შენ არასდროს აღარ მიგატოვებ. კიდი საკვებად ხედი გახდა. ვეღარ ვიხსნა. დიახ, ჩვენი ნივთების გაფუჭება ძალიან ზედმეტია. ხილად უნდა ვიყოთ, ვინ იცის კიდევ რას მოიფიქრებს. ისე დაგეგმოს რაღაცას. გეთანხმები. ახლა მოდი რამე ვჭამოთ. მისმინე, შეიძლება პიცა შევუკვეთოთ? რა თქმა უნდა, ახლავე შევუკვეთავ. გამარჯობა, ეს პიცერიაა? ერთი პიცა თუ შეიძლება. პეპერონი პეპერონი. დიახ, სოსისით. და ყველით. და ყველით. კარგი, ჩვენ დაგელოდებით. რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? ხეს 9 საათიო. იმედია, კიტი ამ 9 საათში არაფერს გააკეთებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ. კარგი, მოდი ეს დავაყაროთ. ახლა ეს. ახლა კი ამოს, რამენაირად დასაცველები უნდა გამოვაცვლევინო. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. ლეო, მედიტაციის დროს ყურადღება არ უნდა დაიტანო. ცხელა და მოწყენილი ვარ, მე არ მიყვარს მედიტაცია. ყურადღების პრობლემა გაქვს. მისგან თავის აღწევაში მედიტაცია დაგეხმარება. კარგი, ვეცდები. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. ბავშვებო, არ დაიჯერებთ, რა ვიპოვე ნაგავსაყელზე. აქ არის ვადაგასული თევზი, დამპალი ხილი და უსახკარო კაცის წინდები. ფუ, რა სუნია. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. კარგია, ლეო, შენ კარგად გამოგდის. მე გაძლევ ბოლო შანსს, რომ დამელაპარაკოთ. თორემ ყველაფერს თავზე დაგაღრით. იცოდეთ, არ გეხუმრებით. დამშვიდი, ლეო. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. კარგი, თქვენი ნება, თვითონ თხოვეთ. რა სუნია, ლეო, შენ ჯერ კიდევ რა აქვს შანსი. დამშვიდი, ლეო, ყველაფერი კარგად იქნება. არა, მაშინ გავხსნათ შენი პარკი. კოშმარია, ბოდიში, მაგრამ აქ ვერ ვიქნები, ძალიან ცუდი სუნია. ის წავიდა. აუ, რა ამაზრზენია. ყველა ტასაცმოს სუნი ასტის, უნდა გავრეცხოთ. კოშმარია, მან ყველაფერი დაგვაყარა თავზე. დაგავრებ უნდა დავასუფთავოთ. მე ბანაობას ვაპირებ. არა, ჯერ მე. დამელოდე, ჯერ მე. ლეო, გაღ, ეს არ არის სამართლიანი. სინამდვილეში მე აქ ვარ. შენ თუ აქ ხან, ვინ არის იქ ჩაკეტილი? მე ვარ კიტი. თუ გსურთ შესვლა, უბრალოდ თხოვეთ. ალბათ საკეტი გაიჭედა. მოდი ეზოში შლანგის ქვეშ ვიბანაოთ. წავიდეთ. ხო, მაგრამ იქ ცივი წყალია. აბა შეგიძლია მთელი ცხოვრება აქ დარჩე და სუნზე იწუნო. კარგი, წავიდეთ. რადიუტები არიან. აქ ჯივს. არ ვიცი, მთელი სხეული მტკივა. იცი, ისე მეც ფენი სხეული მეკავება. შენი ხელი წითელია. შენიც ასია. იქნებ მიმდაგვიდან რაღაც დაავადება გადაგვედო? მართალია, უსახკაროს წინდებიც იქ იყო. ინტერნეტში მოხსენდი სიმპტომებს. ეს ცუდი იდეაა. კოშმარია, აქ წერია რომ 24 საათში მოკვდებითო. ეს სიმპტომები ამ რაღაცას ემთხვევა. არასდროს დაგუგლო სიმპტომები ინტერნეტში. რატო? იმიტომ რომ ისინი შეგაშინებენ. თუ ეს ასე არ არის, ვაში რა გჭირს? რა დაგვემართა? ეს არის სკაბის ფხვნილი. არსებობს? დიახ, იგი დამზადებულია წიწაკისგან და იწვევს კანზე გაღიზიანებას. ანუ ჩვენ ჯანმრთელები ვართ და არ მოვკვდებით? ხო, დიახ, ეს ნამდვილად კიდევ ერთი ხუმრობაა კიტისგან. დასწმენი უნდა დამოვისვათ და კრემით წავისვათ და ქავერი გაქრება. სად არის კრემი? აბაზანაშია, ნიჟალის გვერდით. ახლავე მოვიტან. აქ არაფერია. რა კარგი კრემია. ძალიან ამშვიდებს კანს.
უი, აღარ არის მეტი. ლუნა, როგორ ჩანს ჩვენი კრემი თაგვებმა შეჭამეს? თაგვები კრემს არ ჭამენ. ზოგიერთი მათგანი ჭამს, იცი ისინი დიდები და ამპარტავნები არიან. მე ვიცი ეს თაგვი. ეს ნიშნავს, რომ მე ვარ თაგვი, ხო? კარგი, მაგასაც ვნახავთ. აბა როგორ ხარ? ქავილი აღარ გააქვს? არ ვიცოდი რომ არაჟანი ამას შველოდა. ეს რა თქმა უნდა არ არის კრემი, მაგრამ იგიც ამშვიდებს ო, კაცს. აი პისა მოიტანეს. როგორც იქნა, ძალიან მშიერი ვარ. მე გავაღებ. და აი კემრიელი ახალი პიცა. გინდა? თუ გინდა უბრალოდ აიღე. როგორ ჩანს დღეს პიცა არ გვექნება. კარგი, არა უშავს. მე ნამდვილად არ მშია. მართლა მე მომიწევს ამ პიცის ჭამა? ძალიან კარგი სუნი აქვს. თითებს ჩაიგვნეთ, ისეთია. მოდი მაღაზიაში წავიდეთ და ფუნთუშები მაინც ვიყიდოთ. კარგი, საფულეს ავიღებ და მოვალ. არა, არსად არ წახვალთ. სუპერ წებო, სწორედ ეს სჭირდება. გსურს მაღაზიაში წასვლა? ფეხში შველი მოგიწევს წასვლა, ლეო. კარგი, და ეს ლუნასთვისაა. გშია, ლუნა? მაშინ მიირთვი ათქვეფილი კვერცხი. მზად ვარ წასასვლელად. ლუნა, მგონი მე პრობლემა მაქვს. როგორ ჩანს, ადგილიდან საერთოდ ვერ ვიძრი. როგორ ჩანს, ვიღაცამ შენი ფეხსაცმელი იატაკზე დააწება, ლეო. რა უნდა გავაკეთო? გარჩი სახლში, მე თვითონ წავალ მაღაზიაში. რა სჭირს, ჩემ ფეხსაცმელს? ნული კვერცხის სუნი აქვს. საზიზღარია, ფეხები სულ მისურავს. ორივეს მოგვიწევს რომ სახლში დავჭეთ. მასშივარში არის ყველი და სოსისი. შემიძლია სენდვიჩები გავაკეთო. ჯანდაბა. ბოდიში მეგობრებო, მაგრამ დღეს მშივრები დარჩებით. ნახოთ, გეკნება თუ არა მისი გახსნის ძალა. რა არის ეს? არი ჩაკეტილია? შიმშილისგან უკვე დასუსტებული ხარ? არს, რაღაც ჭირს. შეგიძლია სცადო? გოგოები კაცების გარეშე ვერაფერს აკეთებთ. შენ ნამდვილი გმირი ხარ. უბრალოდ სახელურის გატეხვის მეშინია. მოიცადე, რა სუნია? ჩემი ფეხსაცმლის სუნს გავს. დიახ. წებო, მივხვდი, მან კარი წებოთი დააწება. მან გადაწყვიტა გვაშიმშილოს? ის ეს არ იმუშავებს. ჩვენ შევუკვეთავთ ახალ პიცას და კურიერს ვეთყვით ირადად როცა გადმოგცეს. სახლს მიუახლოვდება, ტელეფონზე უნდა დაგვირეკოს. კიტი ამ ოთახში ვერაფერს ვერ დამიშავებს. საბოლოოდ შემიძლია დავისვენო და რაღაც სასიამოვნო გავაკეთო. ვივარჯიშებ მაკიაჟის გაკეთებაში. შეგეშინდა, ასე რომ შენ შემამჩნიე. ქვაბი გასქურაზე დამრჩა ჩართული, უნდა დამოვრთო. კარგიც და, მაგრამ ჩვენ გვაქვს ელექტროქვაბი და ის თავისით იტიშება. ჯანდაბა. შენი მაკიაჟი საინტერესოა, ნება მომეცი დაგეხმარო.
მე მგონი ისევ აურია რაღაც. ალბათ ძალიან გაბრაზებული ხარ და გინდა მიყვირო. ალამაზია, ძალიან კარგი დამოვიდა. არ ველოდი რომ მაკიაჟის გაკეთება ასე კარგად შემეძლო. არ გინდა დანებება რა? კარგი. ახალი ფეხსაცმელი, ჯერ მას არ ჩაუცვია. მაღაზიის სუნი აქვს. ლა ლა ლა. რა კარგია ოთახში სულ მარტო ყოფნა. კარგი. ლუნას საყვარელი ნივთი. თხილად უნდა ვიყო მასთან. მაკიაჟს დავამთავრებ და სავაჭრო ცენტრში წავალ. ჩემი კარადის განახლების დროა. ლუნას ბლუზა. როგორ უყვარს? კარგი. მაისური. დაემშვიდობი ამ რაღაცეებს. ველარ ნახავ მათს. ჯანდაბა, არ უნდა გამებრაზებინა იგი. რას აპირებს ის? ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა გარეცხილიყო, ლუნა. ჯანდაბა, რას აკეთებს ის? ჯანდაბა, რა კოშმარია. თუ გინდა რომ გავჩერდე, უბრალოდ მთხოვე. ლეო, საფად მოდი აქ. რა გჭირთ ორივეს? ანუ რა გჭირს? ოთახში ფანჯარა გავაღე და ქარმა დაუბერა. ყველა ნივთი აუზში ჩაიყარა. დიახ, ქარი. დამეხმარე მათ დაჭერაში. პრობლემა არ არის, ახლა სწრაფად გავუმკავდები ქარს. იჩქარე, სანამ ის სპორტულ ფეხსაცმელს გადააგდებს. კარგი, ლეო, ეს შენი ბრალია. ოღონდ სპორტული ფეხსაცმელი არა. მე ვაპირებ ლეოს ყველაზე ძვირფასი ნივთი, მისი კონსოლი ავიღო. არ მესმის, რატომ არ მუშაობს? და სად წავიდა კონსოლი? ოღონდ ეგ არა. გაჩერდი, არ არის საჭირო. მორჩა, ლეო, დაემშვიდობე კონსოლს. არა! მორჩა, შესრულებულია. თუ არ გინდა ჩემთან თამაში, მაშინ საერთოდ არ ითამაშებ. მასამას მე არასდროს არ ვაპატიებ. რა ხდება? კიტი კონსოლი გაანადგურა. ჯანდაბა, ამიტომ ვყვიროდი მთელ სამეზობლოს შენი. ყველა ზღვარი გადალახა. გეთახმები, ჩემი ყველა ტასაცმელი უკვე გაფუჭებულია. უბრალოდ წყალია, გაშრება. შენ არ გესმის, აუზის ქლორი ტანსაცმელს ძალიან აფუჭებს. არა, იმდენად, რამდენადაც ბორბალი აფუჭებს კონსოლს. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ კიტის ახალ რაღაცეებს ვაყიდინებთ. ეს უეჭველია. ჩუმად, ის მოდის. აბა ჯერ ხომ არ გადაიფიქრეთ ჩემი იგნორირება? თუ მილს აგზელებთ, როგორც ყოველთვის. შეხედე მას, ის ფიქრობს, რომ ჩვენ დავიჯერებთ ამ იაფასი ახლის. დიახ, კონსოლის შემდეგ მე თვითონ დავახშობდი მას.
შეხედე, როგორ ჩანს ის არ ხუმრობს. დაივიწყე, ეს უბრალოდ მისი ხუმრობაა, რომ ჩვენ არ გვალაპარაკოს. მე მეშინია, არ ვიცი მართლა ახველებს თუ არა. კარგი რა, მოდი საერთოდ არ მიაქციო ყურადღება. დამეხმარეთ. გამოიძახეთ სასწრაფო. უნდა გამოვიზახოთ სასწრაფო? არც იფიქრო ამაზე. ყალბიზარისთვის ჩვენ ჯარიმას მივიღებთ. ალო, გისმენთ? მან მართლაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ასე რომ ეს ნამდვილად ხდება. მალე მოდი, ჩვენი მეგობარი იხჩობა. ალო, ალო. რა არის ეს? ტელეფონი გათიშა. აჰა, თქვენ დაიჯერეთ. მე გითხარი რომ ეს ხუმრობა იყო. იტი ეს არ არის სასაცილო, იმუშავა. ახლა თქვენ ისე მელაპარაკებით. ასე ხუმრობა არ შეიძლება. რა მოხდებოდა რომ მართლა დამხშვალიყავი? მე მინდოდა ჩემთვის ყურადღება მოგექციათ და მე გამომივიდა. ძალიან ზედმეტი მოგივიდა. ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ მითხრათ რატომ მაიგნორებთ? ჩვენი შვებულება მატარებლის ბილეთები გქონდა. ისე კი, მერე რა? შენს გამო არსად წავედით და სახლში დავრჩით. ბილეთზე ბევრი ფული დავხარჯე, შენ კი ყველაფერი გააფუჭე. თქვენ სულ გასულელდით? შეხედე მას, ჩვენ გვეძახის სულელებს. და ახლა ჩვენ ნამდვილად აღარ დაგელაპარაკებით. ეს მატარებელი შემდეგ თვეში გადის სადგურიდან. რა შემდეგ თვეში? აქ დამელოდეთ ერთი წამი. აი ისინი. ანუ გჯერათ, თქვენ თვითონ ნახეთ. მატარებელი 28:08. ხო, დღეს კი 27:07-ია. ჩვენ თვეები აგვერია. ხომ ხედავთ, მთელი ეს დრო უმიზეზოდ მაიგნორებდით. სრულიად უმიზეზოდ. მას ტყუილად დავკარგე კონსოლი? კარგი, გაჩერდი. დიახ, ჩვენ შეცდომა დაუშვით, მაგრამ მაინც შელიბრალია. და რატომ არის ასე? ნივთები გაანადგურე, ღვაში მშილე და თავზე ნაგავი დაგვაყარე. მართალია, შენ მთელი დღე გაგვიფუჭე. თქვენი ბრალია, არ უნდა დაგეწყოთ იგნორირება. შენ ყველა ზღვარი გადალახე, კიტი. და ამიტომ ბოდიში უნდა მოიხადო. კარგი, ბოდიში, ძალიან ცუდად მოვიქეცი. მაპატიეთ, როგორ ფიქრობ, ვაპატიოთ მას? არა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ რა გჭირდებათ? სულ ეს არის, რაც ჩვენთვის უნდა იყიდო. ხუმრობ. ეს რამდენი რაღაცაა? შენ ეს ყველაფერი გააფუჭე ან გაანადგურე ერთ დღეში. ძალიან ძვირია, ამდენი ფული არ მაქვს. არა უშავს. ხო, სამსახურს იშოვი. თუ ერთ თვეში ვალს არ დაგვიბრუნე, უშენო წავალთ ჩვენ ზღვაზე. ჩვენ გავყიდით ჩვენს ბილეთს და ვიყიდით ახალ კონსოლს. კარგი, ხო, ვეცდები. ბავშვებო, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დააკლიკოთ ზარის ღილაკზე, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!